გაუმარჯოს მთელ სამეგობროს. აბა ყური დამიგდეთ სასტავ, იმიტომ რომ დღეს ისეთ ამბებს გიყვებით ჩვენს ილია თოფურიასა და ისლამ მახაჩევს შორის რომ ტრიალებს, სამეფო კარის თამაშები ბავშვურ ბაღად მოგეჩვენებათ. მოკლედ, ამ UFC-ში ისეთი დავიდარაბაა, რომ ჩვენს მატადორს კლავიატურაზე თითები დაეწვა და ისლამას ისეთი პოსტები მიუძღვნა, მგონი დაღესტანში ინტერნეტი გაითიშა. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ამერიკაში თეთრ სახლში ერთი დიდი ბაიამუთი იგეგმება. ილია, ჩვენი ლომი, უკვე ემზადებოდა, რომ მახაჩევი ოქტაგონზე ქართულად მოეკითხა, მაგრამ უცებ რა ხდება. მახაჩევმა ვაიმე თითი მეტკინა, ფრჩხილი მომძრაულ და ჩხუბს ჩაეხსნა. ილიას ნაცვლად კი ვიღაც ჯასტინ გეიჯი შეაჩეჩეს. აი აქ კი ილიამ ვეღარ მოითმინა და ისეთი პრაგონები გაუშვა სოციალურ ქსელში, რომ მთელი MMA სამყარო ყირაზე დადგა. ილია პირდაპირ ამბობს, ეს მახაჩევი და მისი მენეჯერი ისეთი მშიშრები არიან, კურდღელი მათთან შედარებით ლომიაო. ჩვენმა ბიჭმა დაწერა, რომ მახაჩევი სულ მიზეზებს ეძებს, რომ მასთან კვადრატში არ შევიდეს. ყოველთვის ვიცოდი, რომ თეთრი სახლის ივენთის მთავარი ვარსკვლავი მე ვიქნებოდი. UFC-სთან მოლაპარაკებები ვაჭრობას გავდა, მაგრამ როცა მახაჩევის სახელი ახსენეს, წამითაც არ დავფიქრებულ ვარ, ეგრევე ხელი მოვაწერეო. აბა რა, ილიას ვინ შეაშინებს კაცო? ხო და სანამ ამ მამაპაპურ გარჩევებს ვაგრძელებთ, აბა ერთი წამით შეჩერდით ბრატვა, დალოცეთ ეგ ლაიქის ხილაკი და გამოიწერეთ არხი, რომ ილიას დარტყმასავით მძლავრი ვიდეოები არ გამოგეპაროთ. მოკლედ, ილია ყვება. დილით რომ გავიღვიძე და ტელეფონში ჩავიხედე, რას ვხედავ? მახაჩევი ისევ ტრავმირებულია და ჩემს წინ გეიჯი გაიჩითა. აი ასეა მეგობრებო. ვიღაცები ჩხუბობენ და ვიღაცები კიდევ საავადმყოფოს ცნობებს აგროვებენ, რომ ილიას მუშტს გადაურჩნენ. ილიამ გეიჯისაც გადაუკრა სიტყვა. ჯასტინ ძმაო, შევხვდებით ვაშინგტონში. მე ხალხის შერცხვენა არ მიყვარს. უბრალოდ ისე სწრაფად გაგთიშავ, რომ სანამ აზრზე მოხვალ, უკვე გასახდელში იქნებიო. აი სწორედ ასე. აი ეს არის ნაღდი ქართული თავდაჯერებულობა. რაღა თქმა უნდა, მახაჩევიც არ დარჩა ვალში, ეგრევე ააჭრელა ტვიტერი. ორივემ კარგად ვიცით აქ ვინ არის მშიშარა. შენს მსუქან მენეჯერს უთხარი მილიარდებს ნუ ითხოვს და თუ გინდა საერთოდ უფასოდ გეჩხუბებიო. აი გესმით? უფასოდო. ეთყობა ისლამას გვანია, რომ ილიას სოციალური პროექტია. აი სწორედ და სწორედ მაგიტომაა ეს ჩხუბი ყველასთვის სანატრელი. თოფურიას მენეჯერი მალკი კავა ცდილობს სიტუაცია დაამშვიდოს. ოფიციალურად არაფერი ყოფილა, უბრალოდ ვლაბარაკობდითო. მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რომ სადაც ქართველი კაცია და იქ მახაჩევი ახლოს გაივლის, იქ ნაპერწკლები აუცილებლად გაცვივდება. დანა ვაიტმაც დაადასტურა. ისლამს ხელი აქვს გაფუჩებული და 14 ივნისს ვერ გამოვაო. აი სწორედ ეგ არის საინტერესო. მართლა ხელის ტკივა თუ ილიას მატადორული გამოხედვის შეეშინდა? ეს დაპირისპირება ჯერ კიდევ 2024 წლიდან მწიფდება. ილია მაშინვე ამბობდა, რომ მახაჩევს მიხედავდა. მას მერე ბევრი რამ შეიცვალა. ილიამ ჩარლს ოლივეირა ისე დაანოკაუტა, რომ ბევრს ეგონა ოლივეირა დღემდე იქცევსო. ახლა ორივე ჩემპიონია ორ წონით კატეგორიაში და ესენი ისეთ ელიტაში არიან, სადაც მხოლოდ ჯონ ჯონსი და დანიელ კორმია თუ მოხვედრილან. ხო და მეგობრებო, ახლა მთელი ყურადღება ილიასა და გეიჯის ჩხუბზია. ეს იქნება ნამდვილი ფეიერვერკი. თქვენ რას ფიქრობთ, მართლა დაიჭრა მახაჩევი თუ უბრალოდ დრო გახყავს? დაწერეთ კომენტარებში, ოღონდ წესიერად, ჩვენებურად. ვინ მოიგებს, ილია თუ მახაჩევი ერთ მშვენიერ დღეს რომ შეხვდნენ? აბა სასტავ მოემზადეთ, იმიტომ რომ ახლა ისეთ ამბებს უნდა შევეხოთ, სადაც დიდი ფული, დიდი ტყუილები და UFC-ს მამამთავარი დანა ვაიტი ფიგურირებს. მოკლედ, ჯონ ჯონსმა ააფეთქა ყველაფერი და პირდაპირ თქვა. დანა ვაიტი ონლაინშიც და პრესკონფერენციებზეც ისე ატყუებს ხალხს, თითქოს მე ვარ კოჭლი ცხენიო. წარმოგიდგენიათ? კაცს, რომელსაც თავად დანა ვაიტი და მთელი მსოფლიო ყველა დროის საუკეთესო მებრძოლად, GOAT, თვლიდა, დღეს კოჭლცხენს ეძახიან. აი ეს არის ცხოვრება. გუშინ თუ გულში გიხუტებდნენ, დღეს შეიძლება აუქციონზე გაგიტანონ. დანა ამბობს, რომ ჯონსთან მოლაპარაკებებს ცდილობდნენ, მაგრამ ის ჩვენი პრიორიტეტი არ ყოფილაო. ბიჭო, ჯონ ჯონსზე ვსაუბრობთ. კაცზე, რომელსაც აქვს ყველაფერი. ლეგენდარული წარსული, უმაღლესი სკილები და დღესაც აქტუალურია. ცოტა ხნის წინ დანა ვაიტი ჯონსის დანახვაზე გულში ფანდურებს აკვევინებდა. ახლა კი რა მოხდა? რამ შეცვალა ეს კაცი ასე რადიკალურად? საქმე იმაშია, რომ ჯონს უნდა UFC-დან რაც შეიძლება მალე გაიქცეს. აი სწორედ და სწორედ მაგიტომაა ეს დავიდარაბა. მაგალითად, რონდა როუზისა და ჯინა კარანოს ჩხუბიც ხომ შეიძლებოდა UFC-ში მომხდარიყო. მაგრამ დანა მარინება. რატომ? იმიტომ რომ ფული ენანებათ, ძმაო. აი ეს არის მთელი ფილოსოფია.
დანა ვაიტი ისე გვატყუებს ყველას, როგორც პატარა ბავშვებს. გახსოვთ ის ცნობილი ფრაზა, ეს თავრობა გაიყიდაო. ხო და UFC-შიც დაახლოებით ეგეთი სიტუაციაა. ყველაფერი ფულზე და ბიზნესზეა გათვლილი. სპორტი კი მეორე პლანზე გადავიდა. სანამ ამ დიდ მაქინაციებში ჩავეფლობით, ერთი წამით შეჩერდით, ბრატვა. დააძახეთ იმ ლაიკის ღილაკს და გამოიწერეთ არხი. თქვენი მხარდაჭერაა, რაც ამ არხს ამუშავებს და მეც საშუალებას მაძლევს ასეთი ხარისხიანი კონტენტი დაგიდოთ. აი სწორედ თქვენი დამსახურებაა, რომ დღეს ასეთ ვიდეოებს უყურებთ. ახლა კი დაუბრუნდეთ მთავარ თემას. თეთრი სახლის ქარტს თუ შეხედავთ, იქ ის კაცი უნდა ყოფილიყო მთავარ ივენტზე, ვინც ახლა საერთოდ ქარტშიც არაა. მის ნაცვლად სირილ განი ჩასვეს. ბიჭო, როცა ფანებს დიდი ჩხუბი უნდათ, ნორმალური პრომოუტერი ყველაფერს აკეთებს, რომ ის ჩხუბი შედგეს. მით უმეტეს, როცა ალექს პერეირა და ჯონ ჯონსი 200% თანახმანი იყვნენ ერთმანეთთან დატაკებაზე. პრობლემა მოლაპარაკებებში კი არ იყო, პრობლემა ჯიბეში იყო. ჯონსმა ზუსტად ის ფული მოითხოვა, რასაც ტომ ასპინალთან ჩხუბისთვის სთავაზობდნენ. მაგრამ დანამ შანსი არაა, გამორიცხულიაო. ეტყობა უნდათ, რომ ჯონსმა უფასოდ ან ხურდებზე ეჩხუბა. აი აქ იწყება ყველაზე დიდი მარაზმი. UFC-ს ფული არ აქვს. ვიღაც კონორ ბენს, რომელიც საერთოდ ვინ არის, კაცმა არ იცის, 15 მილიონი გადაუხადეს. ჯონ ჯონსის გვერდით ეგ ბენი საერთოდ არაფერია. ერთი ჩვეულებრივი რუკია და UFC ეუბნება მსოფლიოს საუკეთესო მებრძოლს. აი ამ ბენის ხელფას მოგცემთო. ჯონსი ითხოვდა 20-25 მილიონს, რაც მისი დონისთვის აბსოლუტურად სამართლიანია, მაგრამ დანამ 15 მილიონზე მეც არ მოგცემთო. აი სწორედ აქ დამარხეს ეს დიდი ბრძოლა. თეთრი სახლის ქარტზე ისეთ ჰაიპს ქმნიან, მაგრამ რეალურად ცარიელი ტაშტია. მე პირდაპირ გეტყვით, სიმართლეს თვალებში უნდა შევხედოთ. Netflix-ს რომ მისცე შანსი, ფრენსის ნგანუსა და ჯონ ჯონსის ჩხუბი მოაწყოს, 50 მილიონსაც კი დადებდნენ უპრობლემოდ და ნახავთ, მომავალში ასეც მოხდება. ჯონსი ეხვეწება, გამიშვით, დამანებეთ თავი, თუ მთელი მსოფლიოს წინაშე ჩემს ლანძღვას აპირებთო. დანა გამოდის და ამბობს, ჯონს სახსრები აქვს დაშლილი, ართრიტი აქვს, წელში ვერ იხრებაო. კამარო უსმანს დაამსგავსეს, კაცი. ბარემ მისიც თქვით, რომ ხელჯოხით დადის. მეორე მხრივ ფრენსის ნგანუს ზის და იცინის, აბა რაკნას. დანა ვაიტმა ყველა მძიმეწონოსან ჩემპიონთან რაღაც შაიბა გაჩითა. ჩემი აზრით UFC-ს დღეს ერთი თეთრის დახარჯვაც აღარ უნდა. მათ შექმნეს პროდუქტი, რომელიც უკვე თავისით მუშაობს და მეტი განვითარება აღარ აინტერესებ. ამიტომაც აღარდებენ მაგარ ქარდებს. ეშინიათ მებრძოლებს ბევრი ფული არ მოთხოვონ. თეთრი სახლის ქარტზე 5-7 დიდი ჩხუბი რომ ჩაესვათ, ხომ ბევრი ფული დაეხარჯებოდნენ. ხო და ეკონომია გააკეთეს. თავარი ივენთისთვის ჯონ ჯონსის მოსაყვანი ფულიც კი არ აღმოაჩნდათ, წარმოგიდგენიათ? თოფურიასა და მახაჩევის ჩხუბიც ხომ შეიძლებოდა მანდ ყოფილიყო, მაგრამ ახლა ილია ყვირის მახაჩევი მემალებაო. ამაზე ცალკე ვიდეოს ჩავწერთ, ასე რომ არხის გამოწერა არ დაგავიწყდეთ, ძმაო. მოკლედ რომ თქვათ, UFC-მ ჯონსი უნდა გაუშვას. Netflix-ი მზათაა ფრენსის ნგანუსთან ჩხუბში ოქროს კოშკები აუგოს. დანა ვაიტს კი სირცხვილით მიწა უნდა გასკდომოდა. ის UFC, რომელიც საუკეთესოებს შორის საუკეთესო ჩხუბებით იყო ცნობილი, აღარ არსებობს. დანა ვაიტმა უკვე ჩააბარა პოსტი თავის ტვინში. კონკურენცია ყვდება. თქვენ თვითონ დაფიქრდით, სირილ განისა და პერეირას ჩხუბი უფრო ლოგიკურია თეთრ სახლში თუ ჯონ ჯონსის? რა თქმა უნდა ჯონსის, მაგრამ კონორ მაგრეგორის ნაცვლად ვიღაც მეორადი მაგრეგორი მოგვიყვანეს. აი ეს ხდება დღეს UFC-ში. დანასა და ჯონს შორის ადრეც იყო დაძაბულობა, მაგრამ ახლა უკვე პიკია. დანა იძახის კოჭლიაო, ჯონსი მზადვარო. ეს ბასარი კიდევ დიდხანს გაგრძელდება, მაგრამ ფაქტი ერთია, UFC ჯონს ასე იოლად არ გაუშვებს. კონტრაქტით ხავთ დაბმული. თუმცა თუ ჯონსი მაინც გააღწევს, Netflix-ი ეგრევე ჩაბჯუჯავს, როგორც ჩვენთან იტყვიან, შანსს არ გაუშვებენ ხელიდან. ბოლოს კი მინდა მადლობა გადაუხადო ყველას, ვინც გვეხმარება არხის განვითარებაში. თქვენი დონაციები და მხარდაჭერაა, რაც ამ ყველაფერს შესაძლებელს ხდის. აი სწორედ თქვენი დამსახურებაა ეს ხარისხი და ეს ენერგია. ხვალ ახალ ვიდეოში ყველას სახელს ჩამოვთვლით, ვინც დღეს გვერდით დაგვიდგა. აბა დროებით, ბრატვა, დაწერეთ კომენტარებში თქვენი აზრით დანა მართლა გაიყიდა თუ ჯონსი მართლა დაკოჭლდა.